მოგესალმებით ყველას, ჩემოთვილებო, როგორ ხართ? დღეს დასვენების დღე მაქვს, ხუთშაბათი და პარასკევი, შაბათ-კვირას მუშაობ ამ კვირაში, უფრო სწორად და ბავშვებიც ბაღში აღარ წავიყვანეთ ავტოეს სახში და გვინდა რომ ზღვაზე გავიდეთ. მინდა რომ თქვენც წაგიყვანოთ, ჩემთან ერთად ცოტა კადრებს გადაგიღებთ და თქვენც დატკბებით ზღვით და რა ვიცი, ბავშვები მინდა დიდი ხანი ვერ მიმყავდა და ეხლა ნახავთ ერთად სწავლობთ. აქვე არის ჩემთან ზღვა, 15 წუთში არის ფეხით სავალი და უბრალოდ გზა არის და ცოტა ბევრი მანქანაა და მაგიტომ უფრო ვიკავებდი რა ესე თავს, მაგრამ ეხლა წავალთ და თქვენც წაგიყვანთ ჩემო ლამაზებო. ჩემი სიყვარულები. გამოვედით შემეგობრება ზღვაზე. თქვენც წაგიყვანთ ჩემთან ერთად. და მორი. მიდით. ხილად. აი, მოვედით. არავინ არ არის. ქუდები აიღეთ. Мама, там никого нет. Дети, посмотрите на меня. София. Алиса, иди за Софией вместе. Ali, Sofia, მოდი. არა, არ შეიძლება შესვლა ალის. რატო? მით.
შემოთბილებო. ეხლა ესე უბრალოდ ჩავიცვი და ეხლა კრემს წავისმევ. დავიბანე, დღეს არის კვირა და დღეს მუშაობ შაბათ კვირას. ხო შაბათს და კარასკევს ვისვენებდი. ბავშვები ბაღში არ წამიყვანია და წავედით ზღვაზე. თქვენც წაგიყვანეთ, ცოტა კადრები მაგ გადაღებული. კალიასკით და წაყვანილი, სადღაც 15 წუთის სავალი გზა არის ფოხით და ცოტა ბევრი მანქანაა და ის შედეგადაც გადავწყვიტე რომ კალიასკი წასულიყავით და ბავშვებს არ დაეღალათ რა. წავედით, ზღვაზე წავიყვანე, ცოტა დიდი ტალღები იყო. ხან ერთი შემყავდა, ხან მეორე შემყავდა. დაახლოებით საათნახევარი 2 საათი გავჩერდით. ისე იყო რომ ცოტა მოღრუბლულიც იყო, ცოტა მზე იყო და ანუ ესე ვთქვათ ზონტი არ ამიღია და ჩვეულებრივად იქ ქვებზე გავშალეს პირსახოცები. ბავშვებს სასუსნოები წაუღე, ცოტა ითამაშეს, ქვები ისროლეს, იქით-აქეთ. მე გზაზე რო გამოდიოდი, კალიასკის პაკრიშეკა და ესე ვთქვათ დაიშუტა. ძალიან გამიჭირდა მოყვანა და ჩემი მეუღლე მაგ დღეს სამსახურში იყო. დაურეკე და მოვიდა და ну წაგვიყვანა, მაგრამ გზა და გზა ვიყიდეთ ხან ნაყინი, ხან შეიკი ვიყიდეთ, რაღაცა ვიყიდეთ და მოვიწყოთ თვალს რომ გადამეღო და მენახებინა. თოლიაში ვყიდულობდი სულ მარწყვის შეიქს და ძალიან მიყვარს გიждები და ბოლოს რომ ვიყიდე, ცოტა სქელი იყო და შეიძლებოდა რომ დავემატებინათ ცოტა სითხე, მაგრამ აღარ მithქვავს და ახლა რო ვიყავი, გადავწყვიტე რომ კარამელის მეყიდა. კარამელის ვიყიდე, საერთოდ არ მომეწონა ჩემი მეგობრებო. აი ძალიან ტკბილი, ძალიან რაღაცნაირი გემოქონდა და აწი რო ვიყიდი მარწყვის, ოღონდ ცოტა მეტ სითხეს ჩავახსნევინებ, რომ ცოტა სქელი არ იყოს რა. ეხლა პირველ საათზე მივდივარ სამსახურში. დავიბანე, ჯერ 11 არ არის, მოწესრიგდები, ბავშვებს ვაჭმევ და წავცუნცულდები. და მენახებინა ჩემო მეგობრებო, ესეთი ფრჩხილები გავიკეთე პირველად. რა ვიცი. ცოტა უჩვეულოა, მაგრამ ესე გამოიყურება. საზაფხულოა რა. სულ ისეთ ფერებს ვიკეთებდი, მოკლემისფერო, თეთრი და ასე შემდეგ, მაგრამ გადავწყვიტე ესეთი ფერი ჩამეშვა. აი, ჩემო მეგობრებო, მყავს 3 მოსწავლე. ძალიან ვამაყობ. ნელ-ნელა სწავლობთ, ნელ-ნელა მივდივართ. მეც არ ვიმატებ ამ თვეში და სექტემბერში უკვე მერე გამოვაცხადებ რიცხვს, როდის შეძლებთ რომ შემოგვიერთდეთ. იმიტომ რომ მიჩვენი რომ 3 ვყავდეს, იმიტომ რომ ეხა სეზონიც არის და მინდა რომ სათანადოდ მივაქციოთ ჩემს მოსწავლეებს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არა ვიყვან მეც. ისე მაქსიმალურად 5 მოსწავლე იქნება ყოველთვის. ასე ვფიქრობ ჯერჯერობით, იმიტომ რომ ხშირად მეცვლება აზრიც და სხვანაირადაც ვფიქრობ და ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია და არც უნდა იყოს მგონი საწყენი რაღაცები რომ იცვლება. ეხლა მომემზადები. ეს უბრალოდ ისე ჩავიცვი, ჩემ დამაჩუქა და მოწესრიგდები, მოვალაგებ სახლს, შევჭამთ. აი ესე ჩავიცვი ჩემო მეგობრებო. ახლა მასკებს ჩავიცმე. 10 წუთი მაქვს დრო. ესე გამოიყურებ ჩვენი ლაითად გავიკეთოთ ისე უბრალოდ მაკიაჟი.
ესე. პომადა წავისვათ. პომადარა და ფანქარი. უნდა გინახათ ახლა ბავშვმა როგორ აიღო ჩემი თვალის ტენები. ჩოტკი და გაიპარა ვიდეო. ხო იცის რომ არ შეიძლება და ჩუმად აიღო. გაიქცა თითქოს მე ვერ დავინახე. ესე. სუნამო. ვიკუროთ. ესე. ეხლა ჩავიცმებ. ხო, ჯერ არის გამომიცხადებია მასტერკლასზე ადგილები, რადგანაც ჯერ არ მაქვს დრო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაპირებ. თქვენც გაგიზიარებთ ამის შესახებ. დღეს 9-ზე უნდა დავასრულო, მაგრამ თუ ბევრი საქმე იქნება, შეიძლება ცოტა გავჩერდე და ნახოთ. ძალიან ბევრი დამსვენებელია ჩამოსული. სულ საიდან როგორ გამოდიოდი ჩემთან იქ სამსახურთან გზაზე. იგრიგობით გამოდიოდი. კურტკას მოვიცმე, იმიტომ რომ გუში კიდე კაი როცა ჩავიცვი. წვიმდა და პლუს ისა. სიცივე იყო და ქოლგა არ მქონდა თან. კიდე კაი ეს კურტკა მქონდა და ისე თავზე მოვიფარე. საერთოდ არც ისეთი გრძენი და დავსროლდი და არაფერი საერთოდ. აი ეს გამოვიყურებდი ჩემო კარგი. აბა წავედი სამსახურში, აქ დავასრულებ, გამოვაქვეყნებ. იმედია მოგეწონებათ ჩემო თბილებო, რეაქტიურებთ, დამიგულებთ და დამიკომენტარებთ. ყველას კოცნით ჩემო საყვარლებო ნახვამდის. ჩემ მეგობრებო, ეხლა მინდა გაგიყვანოთ, შესვენებათა გამოვედით და ჩვენც მინდა აქავრობ აქ ისეთი კაფე გაიხსნა, ესეთი სილამაზეა, აი ასე და მაინტერესებს რამდენი ხალხია აქეთ ამ ზღვაზე, იმიტომ რომ მე სადაც წაგიყვანე თქვენ იქვე ახლოს სადაც ცხოვრობ. იქ არ იყო ის ძალიან ბევრი ხალხი და
მაინტერესებს თუ არის და თქვენ წაგიყვანთ. ესეთი სიმამაზეა აქ. შევჭამეთ და ჩემეუღლა შესაძლებელი ვიყავით გამოსულ ჩემთვის ნოუყურებთ ძალიან ბევრი ხალხი იყავთ და ვერ მოვიწესრიგეთ თავი ახლა ჩავცუნცულდეთ Güzelliği şeye varmışlar lan. ამ ვიდეოთი მინდა რომ დავასრულო დღეს ვლოგი, იმიტომ რომ რამდენიმე კადრები მოგდაღებული. ეხლა დღეს დავარედაქტირებ და გამოვაქვეყნებ. ყველგან ცოტ-ცოტ მაქვს და ვერ მოვასწარი და ვერ მოვახერხე რომ დამერედაქტირებინა აქამდე. წინა დავიწყეთ ალაგებები რაღაცები და ავალაგეთ თეთრეული გამოთვალე ბავშვების ოთახი და შემდეგ ისე მოხდა რომ ბავშვები უნდა დამეძინებინა დამებანა და ისე შევყევი რომ დამავიწა თქვენთვისაც გადამეღო და ჩვენებინა. ამიტომ ის კადრები არ იქნება, მაგრამ პატარა კადრები იქნება, თქვენც ნახავთ. ჩვენს მოსწავლე დავალებებს უგზავნი. ხოდა რა ვიცი, მომწონს. წინაზეც გითხარით, გამოვაცხადო უნდა სექტემბერში, არ ვიცი რომელ რიცხვში, მასტერკლასის შესახებ, გეტყვით აუცილებლად გაცოდინებთ. ფასი 50 ლარი ვფიქრობდი, მაგრამ პირველი რადგანაც ნაკადი იქნება, 30 ლარი იქნება თითო ადამიანზე. ესე გადავწყვიტე. და იქნება ეს ჯგუფური. დაახლოებით 3 საათი იქნება. ის შედეგადაც ну იცი, ძალიან კარგი მეთოდია, მე მოვიყვებით დეტალურად ამის შესახებ. ახლა გაჩვენებთ სილამაზეს. ეს სიმშვიდე არის. ისეთი რესტორანია აქ. და აქ ყავას ვამდით, მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად რომ მოვდიოდით. გასეთეს იჭერენ. ახლა გაჩვენებთ ჩვენს საყვარელ ზღვას. ბათუმში ერთხელ ვიყავით, მეტო ზღვაზე გასულები ვერ მოვასწარით მეტჯერ. წარმოიდგინეთ. გაჩვენებთ აქედან გამოვედი ახლა. აქ ესე მოთხრილია და აი აქ ახლოს სამწუდი სუნი აქვს. მაგრამ აშკარაა რომ აქ უფრო მეტი ხალხია. ვიდრე მე სადაც წაგიყვანეთ მაშინ. აი პროსტა ნახეთ, არსად არ არის ადგილი და დაჟზე ვიდან იწყება აქ ხალხის ჩამოსვლა. არა, აკაი რუჯებიან. ძალიან მაგარია. ახლოდან არ გაჩვენებთ. აი ეს. ახლა მივბრუნდებით ან. ზღვას გაჩვენებთ ახლოში. იმდენად თბილია წყალი რომ ვერ წარმოიდგენთ ჩემ მეგობრებო და იმდენად კარგია მინდია. მასაკაია ახლა ზღვაში რო შეხვიდით. მაგრამ როცა მუშაობ, ეგრე კარგად არ არის. არ გაქვთ რომ მაგისი. იტალიაში რო ვიყავით, იქ სულ სილა იყო. ყითელი ძალიან ლამაზი იყო, ძალიან კარგ ადგილას ვიყავით და ისეთი
საერთოდ ღრმა არ იყო სხვა სუსუფთა. ოღონდ დილას უნდა მისულიყავით დაახლოებით 7 საათისთვის და თბილი ძალიან თამაში ვიყავით ჩვენ და აი ძალიან მაგარი იყო და ეხლა რო ბავშვები წავიყვანთ ისეთი ღრმა არ ჩვენთან სხვა რომ ძალიან მეშინოთ და მყვან აქ იძახოდნენ ახლა გარეჩე კუკურუზაო და წყლებიო და მარჩველობას იძახოდნენ და იტალიაში კი რა თქმა უნდა წვენებიც იყო მაგრამ მასაჟებს თავაზობდნენ თმების დავწყნას თავაზობდნენ ასე შემდეგ რა წაცანცულდი ჩამოვამაზებო იმედი მოგეწონებათ ეს ვიდეო და იაქტიურებთ გამოიწვევთ ჩემს არხს ლაიქით და მიგურებთ და გაკაცეთ კადრი ჩემა ეს ნახე პერსონალამაზი აი აქ კაიეთილება ნაგატაიბოთ ვიდეოები და ფოტოები ისე ლამაზია ლამაზი აი ამ ლამაზ კონზე დაგემშვიდობებით ჩემო ლამაზებო ყველას Хочу, дочь, сейчас. Я сейчас картошку пожарю. კარტოფილი გვაქვს ჩემო მეგობრებო. ნახეთ რა ქემრიელობა. ეხლა მაგიდას გავშლი და შევჭამ ძალიან გებრიელად. და ვიცით მიიღო ყველა გებრიელად მიიღო. ესეთი ჟავე კიტე გვაქვს და ნამონაბები გვიქნება. ხოდა ჩემო მეგობრებო, აქ დავასრულებ ჩვენს vlogs. იმედია მოგეწონებათ. კი ვთქვი რომ დავასრულებ. სამსახურიდან რომ ვიყავ შესაძლებლად გამოსული მაშინ, მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს ფუსფუსიც გადამეღო თქვენთვის და რა ვიცი, ძალიან მენატრებით. მინდა რომ ცოტა კადრები გაგიზიაროთ ყოველთვის და თქვენც სიამოვნოთ, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, თქვენს ლაიქებს, თქვენს კომენტარებს და თქვენს გამოწერებს ველოდები. გაკოცეთ ყველას. ჩემო თვილო, ჩემო საყვარლებო. ნახვამდის.